ქართული საზოგადოება სოხუმის მკვიდრს აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს გამოეთხოვა. მურად ანჯაფარიძე ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. საბურთალოს ამაღლების ტაძარში მურად ანჯაფარიძეს გამოემშვიდობდნენ და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წევრებმა, მისმა მეგობრებმა და კოლეგებმა, სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებმა. სრულიად საქართველოს დაკარგა ადამიანი, რომელიც განასახიერებდა ქართველ პატრიოტს, თავისი წესჩვეულებებით, თავისი სიდინჯით, თავისი საოცარი თანადგომით და სიყვარულით. ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით, ფეხბურთს ერთად თამაშობდით. ის, რასაც აკეთებდა მურადი, ყოველთვის იყო წარმატებული, იმიტომ რომ ნიჭიერი კაცი, როგორც ითქვენ, ყველაფერში წარმატებული არის. როგორც სპორტსმენი, სხვადასხვა მაღალი დონის თანამდებობებზე მუშაობდა, ომის დროს ომობდა და იქ იყო, სადაც სოხუმი იდგა მთლიანად. ადამიანი, რომელმაც საოცარი ლამაზი გზა განვლო, მეცენატის, ის ეხმარებოდა ქართულ თეატრს, კონსტანტინე გამსახურდიას თეატრს, ბავშვთა თეატრს, პატარა სპორტსმენებს, მან მრავალი ადამიანი დააკვალიანა. მისი დიდი ოცნება, ყველაზე დიდი ოცნება იყო სოხუმში დაბრუნება და თავის აფხაზ მეგობრებთან ისევ ურთიერთობის აღდგენა და ჩახუტება. მურადისთვის ყველა კარი ღია იყო, ყველა საზოგადოებაში, იმიტომ რომ თვითონ იყო ადამიანი იმდენად კომუნიკაბელური და იმდენად მოსიყვარული, რომ მასთან სხვანაირი ურთიერთობა არ შეიძლებოდა. მურად ანჯაფარიძე დააგდა მთლიანად საქართველოს. აფხაზსაც დააგდა და ქართველსაც დააგდა. ეს იყო კაცი, რომელმაც ძმობის სპასიც იცოდა, სიყვარულიც იცოდა, თავისუფლების ხარისხიც იცოდა. ის იყო ახალგაზრდა, ახალგაზრდობის ლიდერი, ის იყო უკვე როცა შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმიანობდა იმ სისტემაში ლიდერი, ის ბუნებით იყო ლიდერი. იმიტომ რომ ბუნებით იყო მართალი და ყველაზე დიდი მისი ძალა იყო სიმართლე. ის დაბადებული იყო მართალზე სიკეთისათვის. ის ყოველთვის რჩებოდა რაფინირებულ ინტელიგენტად, რაფინირებულ პიროვნებად, კაცს მოყარეთ, სიკეთის სავსე პიროვნებად და ეს არის ის ძირითადი თვისებები, რაც მას განასხვავებდა ბევრი ჩვენგანისაგან. და ის დეპეშა, რომელიც მოვიდა დღეს სხვადასხვა ქალაქებიდან, სხვადასხვა ქვეყნებიდან, რესპუბლიკებიდან, პიროვნებებიდან, მათ შორის აფხაზი მისი მეგობრებისაგან, მეტყველებს, რომ მისი გაწონასწორებული სიყვარული ყველასადმი და განსაკუთრებულად თავისი სამშობლოსადმი აღიარებული იყო. დღეს ჩვენ ვაცილებთ ჩვენს დიდ მეგობარ, საოცარ პიროვნებას, რომლის არ ყოფნა ძალიან დაგვანდება ჩვენ. მურად ანჯაფარიძის ოჯახმა არაერთი წერილი მიიღო საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, მათ შორის აღსანიშნავია სამძიმრის წერილი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელსაც საზოგადოებისთვის ცნობილი 30-მდე პიროვნება აწერს ხელს. საქართველოს რესპუბლიკა, თბილისი, მურად ჩალვასძე ანჯაფარიძის ოჯახს, ნათესავებსა და ახლობლებს. ჩვენ მეგობრები და ამხანაგები, ყველა ვინც ვიცნობდით და ვაფასებდით მურად ჩალვასძეს, ღრმა მწუხარებითა და სულიერი ტკივილით ვიზიარებთ იმ უდიდეს მწუხარებას, რომელიც თავს დაატყდა თქვენს ოჯახს და ყოველ ჩვენგანს. მთელი ცხოვრების მანძილზე და მაშინაც კი, როცა ის ხელმძღვანელობდა აფხაზეთის დედაქალაქის კომკავშირულ ორგანიზაციას, ხოლო შემდგომ პარტიულ და სამართალდამცავ ორგანოებს, მურად ჩალვასძე თანმიმდევრულად იცავდა იმ საქმის ინტერესებს, რომელსაც გულწრფელად ემსახურებოდა. ფართო ერუდიცია და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა საოცრად იყო შერწყმული მის უბრალოებასთან, კეთილშობილებასთან, იუმორის სათუთ გრძნობასთან და ადამიანებისადმი განსაკუთრებულ კეთილგანწყობასთან. ჩვენი კი დაგვამახსოვრდა როგორც გულღია ადამიანი, ყოველთვის კეთილი და თბილი ღიმილით, ამასთანავე მტკიცე ხასიათით, რომელიც არ იცვლებოდა ვიღაცების საამებლად. მურად ჩალვასძე ანჯაფარიძის ნათელი ხსოვნა მუდამ დარჩება ჩვენს გულებში. მურად ანჯაფარიძე 1959 წლის 10 ივნისს დაიბადა. სოხუმის პირველი საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც 1972 წელს დაამთავრა. შემდგომ კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა. ადრეული ასაკიდან მისდევდა ფეხბურთს. 1962-67 წლებში თამაშობდა სოხუმის დინამოს ბავშვთა მოზარდთა გუნდებში. 1967-79 წლებში იყო საფეხბურთო კლუბების ტყვარჩელის მეშახტის
სახლტის, გალის მზიურის და ფოთის კოლხეთის შემადგენლობაში. 1970 წელს სერიოზული ტრამვის შემდეგ იძულებული გახდა მიეტოვებინა პროფესიული ფეხბურთი. წლების განმავლობაში მუშაობდა აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჯერ სამმართველოს უფროსის, შემდგომ კი მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე. პარალელურად მურად ანჯაფარიძე ხელმძღვანელობდა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციას და 2003 წლიდან დღემდე იკავებდა ამავე ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობას. ის ასევე იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრი. დაჯილდოებული იყო მედლით მხედრული მამაცობისთვის და ხერსების ორდენით. მინიჭებული ჰქონდა პოლიციის პოლკოვნიკის წოდება. სოხუმის კოლორიტი, სიკეთისა და სილამაზის განსახიერება, თავმდაბალი და დახვეწილი, მშობლიურ ქალაქზე უზომოდ შეყვარებული, ასე იგონებენ ბატონ მურადს მეგობრები და კოლეგები. აფხაზეთის საზოგადოებამ და მთლიანად საქართველომ დაკარგა შესანიშნავი პიროვნება ბატონი მურად ანჯაფარიძის სახით. უდიდესი პიროვნება დავკარგე, უდიდესი მეგობარი. ბატონი მურადი სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, მაგრამ დევნილობაში მას ჩააბარეს აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია, რომელსაც ის წარუზღვა და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ღირსეულად ედგა სათავეში. მურად ანჯაფარიძე უდიდესი კაცი იყო, განათლებული კაცი. წლების განმავლობაში ერთად მუშაობდა და ეს იგი შეყვარებული ვიყავი მაკაცზე. არა მარტო მთელი ჩვენი ვინც შეხება ჰქონდა ჩემ მურადისთან, ყველა შეყვარებული მაკაცი თავისი ძილობით, თავისი ქართველობით ხსოვნა იყო ჩვენი მურადის. დავკარგეთ ერთ-ერთი ულამაზესი პიროვნება მარტო აფხაზეთისთვის კი არა, მთელი საქართველოსთვის, იმიტომ რომ მურად ანჯაფარიძე იყო საქართველოს კოლორიტი. მე დიდი ხანია ვიცნობ, ძალიან ახლობლობდი, ძალიან კეთილი პიროვნება იყო. ახლოს ვიყავი ოჯახთანაც, ადრე როცა სოხუმში დავდიოდი, ძალიან ხშირად ჩავდიოდი და სტუმრობდი მურადისთან, ძალიან დაგვაქთა და მე მინდა უხარება უთხრა მთელ ოჯახს, მთელ აფხაზეთის ხალხს, მთელ საქართველოს. ყველა მიცის, რომ აფხაზეთის ფედერაციის თავმჯდომარე იყო ფეხბურთში. სულ ყოველთვის კამათობდი, თავის შეხედულება ჰქონდა განვითარებაზე, ძალიან უნდოდა რომ ფეხბურთი და აფხაზეთის ფეხბურთი გაევითარებინა. ბევრი რამე დარჩა გაუკეთებელი. ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დიდი დანაკლისი განიცადა. ეს იყო უაღრესად შეყვარებული თავის ხალხზე, თავის საქმიანობაზე, ოჯახზე. იგი ერთგული იყო თავისი საქმის და ჯერა რომ აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია იმ დონეზე გააგრძელებს თავის საქმიანობას, როგორც მურად ანჯაფარიძეს, ამ უკეთილშობილეს ადამიანს და ამ ქვეყნისთვის მოამაგე ადამიანს უნდოდა.